რატომ ჯობია SEO სააგენტოსთან თანამშრომლობა? შიდა in-house თემის მოწყობას. კომპანიები, როდესაც გადაწყვეტავენ, რომ გააკეთონ SEO, მათ აქვთ ორი არჩევანი. ერთი, რომელიმე SEO სააგენტოსთან წავიდნენ და ითანამშრომლონ მასთან და მეორე, თვითონ შიგნით in-house გუნდი მოაწყონ SEO-სთვის. ანუ თვითონ მათ იქირავონ, აიყვანონ SEO სპეციალისტი, მათ აიყვანონ content writer-ი და თვითონვე გააკეთონ SEO, რაც სააგენტომ უნდა გაუკეთოს. და რატომ ჯობია სააგენტოსთან თანამშრომლობა ობიექტურად, შიდა in-house თემის მოწყობას? გააჩნია ბიზნესის ზომასაც, მაგრამ ძირითადად SEO-ს მიმართულებით ქართულ ბაზარზე და არა მარტო ქართულ ბაზარზე არის კადრების დეფიციტი. Senior SEO სპეციალისტი, რომელსაც უმუშავია პროექტზე, სადაც შედეგები აქვს მიღებული, საკმაოდ რთულია მსგავსი კადრის პოვნა. და თუ იპოვით ისეთ კადრს, რომელსაც შედეგები აქვს მიღებული, შემდეგ უკვე რთულია ესეთი კადრის პოვნა, რომელსაც შედეგები აქვს მიღებული. ეს შედეგები დაკარგულიც აქვს. იცის Google-ს აპდეიტების შესახებაც და დიდი ხანი მიყვება თვითონ საძებო სისტემების სპეციფიკას და განახლებებს, ალგორითმის განახლებებს გულისხმობ. რაც ხანდახან საფრთხის შემცველია ხოლმე კომპანიებისთვის შეიძლება SEO სპეციალისტმა ესეთი სტრატეგია აერჩიოს, რაც 2 წლის მერე გამოიღებს, ან 1 წლის მერე გამოიღებს უარყოფით შედეგს და მას ამის შესახებ წარმოდგენა საერთოდ არ ჰქონდეს, იმიტომ რომ არ აქვს შესაბამისი გამოცდილება. SEO სააგენტოში, ყოველ შემთხვევაში ჩვენთან მოიძებნებიან და მოიძებნებით ისეთი სპეციალისტები, რომელთაც 10 წელზე დიდი გამოცდილება გვაქვს და აქედან გამომდინარე ვიცით თლიანად ეს საძებო სისტემის მუშაობის სპეციფიკა. არა მარტო მუშაობის სპეციფიკა, თვითონ საძებო სისტემების განახლება, ალგორითმების ცვლილებების სპეციფიკაც და განსაზღვრავთ სწორად სტრატეგიას, როგორ ვიმუშაოთ პროექტზე ისე, რომ მივიღოთ გრძელვადიანი სტაბილური შედეგები. ეს არის ერთი მიზეზი გამოცდილება, საკმაოდ რთული საშუალებაა ესეთი გამოცდილი კადრი ინდივიდუალურად თქვენთან in-house თიმში ასაყვანოთ, ვიდრე სააგენტოში რამოდენიმე მაღალ გამოცდილების მქონე კადრი მაინც მოიძებნება ძირითადად. ეს რაც შეეხება ერთ ნაწილს. მეორე ნაწილს რაც შეეხება SEO რამოდენიმე ნაწილად იყოფა. შესაძლებელია ერთმა სპეციალისტმა აკეთოს, თუმცა რაც უფრო წვრილ-წვრილად დავშლით, მით უფრო კარგი შედეგი შეგვიძლია მივიღოთ, სხვა ადამიანს სხვა რაღაც კეთება გამოსდის საუკეთესოდ. ვიღაცას გამოსდის keyword-ების საძებო სიტყვების მოძებნა საუკეთესოდ. იცის როგორ ვიპოვოს დაბალ კონკურენტიანი საძებო სიტყვები, როგორ შეამოწმოს კონკურენცია, როგორ მოახდინოს keyword-ების მიხედვით არქიტექტურა, როგორ დაგეგმოს, როგორ განსაზღვროს ამ keyword-ების ტიპები. ვიღაცამ keyword-ების research-ი იცის იდეალურად. ვიღაცამ ტექნიკური SEO იცის შეხება ჰქონია ბევრ სხვა ტიპის ძრავთან, JavaScript-თან, Shopify-თან, WordPress-თან, ასე შემდეგ და იცის ტექნიკური SEO-ს პრობლემები როგორ აღმოფხრას, ან როგორ შეაფასოს უბრალოდ რამდენად აქვს ვებსაიტის პრობლემები. ვიღაცამ იცის კარგი კონტენტისთვის ბრიფები როგორ გაწეროს. ვიღაცამ off-page SEO იცის იდეალურად. Off-page SEO შემიძლია ვთქვა, რომ ცალკე პროფესიაცაც შეგვიძლია ავიღოთ off-page SEO. როგორ გააკეთოს სწორად backlink-ები, როგორ მოიძიოს backlink წყაროები, როგორ გადაანაწილოს ენქორები და ასე შემდეგ off-page SEO ბევრ პუნქტს მოიცავს. ხოლო ვიღაცას უბრალოდ on-page ეხერხება ძალიან კარგად და შეუძლია რომ მეტად title-ები, მეტად description-ები გაუწეროს იდეალურად რომ გამოიყენოს მასში keyword-ები მაქსიმალურად ეფექტურად. მოკლედ SEO იყოფა ბევრ სხვადასხვა მიმართულებას, რაც შეიძლება ერთ სპეციალისტმა იდეალურად ვერ გააკეთოს. შეიძლება გააკეთოს, მაგრამ იდეალურად ამას აკეთებს გუნდი, როცა გუნდში ეს ფუნქციები გადანაწილებულია თითოეული ინდივიდის უნარებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე. მაგალითად, კადრი, რომელიც 3 წლის განმავლობაში მხოლოდ მუშაობს off-page SEO-ზე, მან off-page SEO ბევრად უფრო უკეთესად იცის, ვიდრე თლიან full SEO სპეციალისტმა, რომელიც off-page SEO-საც აკეთებს. ეს არის შემდეგი უპირატესობა თვითონ სააგენტოსთან თანამშრომლობის. გარდა მაგისა, SEO-სთვის კონტენტიც არის საჭირო. Content writer-ები შეიძლება ისედაც ყავდეს კომპანიის copywriter-ები სჭირდებოდეს და რამოდენიმე ყავდეს, თუმცა SEO-სთვის კონტენტის დაწერა საკმაოდ სპეციფიური დავალებაა, რადგან ერთის მხრივ ეს კონტენტი უნდა იყოს SEO ოპტიმიზირებული, keyword-ები უნდა იყოს გამოყენებული სწორად,
მეორე მხრივ ეს უნდა იყოს კითხვადი და მომხმარებლისთვის საინტერესო და მესამე Google-ის სტანდარტებში უნდა ჯდებოდეს. აი მაგალითად სამედიცინო თემას აქვს თავის სპეციფიური სტანდარტები, სადაც არ შეიძლება მტკიცებით ფორმაში რომელიმე მედიკამენტზე მაგალითად ხსენება რომ ეს ამალი ამას კურნავს. ამ შემთხვევაში Google-მა შეიძლება მთლიანი საიტი დააჯარიმოს და საერთოდ პოზიციებიდან ამოიღოს. და ეს ძალიან პატარა ვიწრო მაგალითი მოვიყვანე. მსგავსი ძალიან ბევრი სპეციფიური ნიუანსია კონტენტის ნაწილში, რაც შეიძლება ჩვეულებრივმა კონტენტ რაითერმა უბრალოდ არ იცოდეს, რადგან შეხება არ ჰქონია. როცა თქვენ in-house teams აწყობთ, ცალკე გიწევთ, რომ იქირავთ SEO სპეციალისტი, ცალკე content writer-ი და ცალკე აუცილებლად დაგჭირდებათ ბიუჯეტი მედია პუბლიკაციებისთვის. მე ბევრჯერ შემხვედრია კომპანიები, რომლებიც ყავთ SEO, ყავთ კონტენტი და backlink-ს არ აკეთებენ, ბიუჯეტი არ აქვთ backlink-ების გამოყოფილი და გონიათ, რომ SEO-ს აკეთებენ, რაც არის აბსოლუტურად მცდარი. ჩვენს ოფერებში ყოველთვიურად მთლიან თანხაში შედის ყოველთვიურად განსაზღვრული თანხის რაოდენობა off-page SEO-სთვის, მედია პუბლიკაციებისთვის, backlink-ებისთვის, additional სტატიებისთვის, რაც შედეგის მისაღებად საკმაოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი ფაქტორიც არის. აი, რო წარმოვიდგინოთ, თუ მხოლოდ on-page-ს აკეთებთ, იყენებთ დაახლოებით პოტენციალის 30%, ხოლო მთლიანი 70%, რომელიც backlink-ებზე მოდის, უბრალოდ არ გაქვთ ათვისებული. ანუ რეალურად ბიზნესის კუთხით მათემატიკაში რო გადაიანგარიშოთ ყველაფერი, ბევრად უფრო ძვირი დაგიჯდებათ in-house team-ი, თუ ძალიან დიდი კომპანია არ ხართ, ვიდრე SEO სააგენტოსთან თანამშრომლობა, რომელიც ყველა პროფესიის წარმომადგენელს აერთიანებს, ყველაფერს თვითონვე უზრუნველყოფს, რაც სჭირდება ოპტიმიზაციისთვის და თქვენ უბრალოდ რეპორტებს გაბარებთ შედეგების სანახავად. ეს ერთი ნაწილი არის თანხობრივი ნაწილი, შეიძლება შესაძლოა SEO სააგენტოსთან თანამშრომლობა ბევრად უფრო იაფი დაგიჯდეთ. იმიტომ რომ SEO სააგენტო კიდე მრავალ სხვა პროექტზე მუშაობს თქვენს პროექტთან ერთად. მეორე არის გამოცდილება. SEO სააგენტო, ჩვენ მაგალითად გვაქვს კონკრეტული track record-ი, ანუ გვაქვს ჩვენ case study-ები და გვაქვს პროექტები, რომლებშიც მიღებული გვაქვს კონკრეტული წარმატებები. და ვიცით როგორ ვაკეთოთ ზოგადად SEO. ანუ ზოგადად ჩვენ არ ვიღებთ პროექტს, რომელზეც SEO-ს გაკეთებას აზრი არ აქვს. ანუ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი success rate და success score-ი და ამიტომ მხოლოდ ისეთ პროექტებს ვიღებთ, სადაც ვიცით, რომ ამ პროექტზე კლიენტ შედეგებს მივანიჭებთ. და მთლიანად გუნდი დღეების განმავლობაში და მუდმივად მუშაობს ამ პროექტებზე და გარდა მაგისა ეცნობა ზოგადად SEO-ს თანამედროვე ტენდენციებს, განახლებებს, აბსოლუტურად ყველაფერს და მაქსიმალურად რაც ერთმა ადამიანმა ფიზიკურად შეიძლება ვერ შეძლოს. შეიძლება უბრალოდ SEO ადრე ისწავლა და ინტერესი ამოეწურა, ხოლო ეს ამ შემთხვევაში ბევრი ადამიანის მოვალეობა. სწორედ ამიტომ ჯობია SEO სააგენტოსთან თანამშრომლობა, ან SEO სპეციალისტის აყვანას, ან in-house team-ის მოწყობას, იმიტომ რომ ეს ბიზნესისთვის უფრო მარტივია ძირითადად რაღაცების აუთსორსზე გატანა. რატომ უნდა აირჩიოთ Tenix SEO-ს თანამშრომლად? პირველ რიგში ჩვენ ვართ პროფესიონალი გუნდი, რომლებიც ერთად დიდი ხანია ვმუშაობთ და ვმუშაობთ როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე ამერიკულ და UK ბაზარზე. ჩვენს გუნდში შეხვდებით სპეციალისტებს, რომელთაც აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება SEO-ს კეთების და ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში ვიყოთ ნომერ პირველი SEO სააგენტო. აი ხა SEO სააგენტო რო დაგუგლოთ, პირველები ჩვენ ვართ, ნახავთ და დიდი ხანი პირველები ჩვენ ვართ და კიდევ დიდი ხანი პირველები ჩვენ ვიქნებით. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის პრიორიტეტულია კლიენტებისთვის შედეგების მინიჭება, არა მხოლოდ უბრალოდ შეკვეთების მიღება, არამედ ისეთი პროექტების აღება, სადაც კლიენტებს მივცემთ შედეგებს. იმისათვის, რომ დიდხანს წარმატებით ვიყოთ ქართულ ბაზარზე და არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, უცხოურ ბაზარზეც გვაქვს ამჟამად პროექტები. ვართ მაქსიმალურად ღიები და გამჭვირვალეები კომუნიკაციისას, გვაქვს რეპორტინგის ჩვენი სისტემა, სადაც იწერება სამოქმედო გეგმა და live რეჟიმში ადამიანებს კლიენტი თვალს რა ხდება მის პროექტზე. ვართ ახალგაზრდები და ჩვენი მიზანია რომ Tenix SEO იყოს ნომერ პირველი SEO სააგენტო, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთაც. და სწორედ ამიტომ იმისათვის რომ ვიყოთ ნომერ პირველი SEO სააგენტო, ჩვენს კლიენტებს უნდა მივანიჭოთ მაქსიმალურად კარგი შედეგები. ამიტომ უნდა ითანამშრომლოთ ჩვენთან. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ კონკურენციაში, შესაბამისი დროის განმავლობაში და შესაბამისი ბიუჯეტით, ქართულ ბაზარს გულისხმობ, მოგაპოვებინოთ უპირატესობა თქვენს კონკურენტზე. ჩვენი სლოგანია იყავი პირველი. Tenix SEO სლოგანია იყავი პირველი.
და ჩვენ ვართ პირველები SEO სააგენტოს რო დაგუგლავთ პირველები ჩვენ ვართ და თუ ჩვენთან ითანამშრომლებთ ჩვენი მიზანი იქნება რომ თქვენც იყოთ პირველები როდესაც თქვენს ბიზნესს დაგუგლავენ